თავი მეცხრე. ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ. ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, რომ დიდია ჩემ დამწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის დაჯვა. მე თვითონ ყოფილიყავი ქრისტესაგან განდგომილი ჩემი ძმების ხორციელი ნათესავებისათვის, რომელიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯუმდებლობა, სახურებანი და დაპირებანი. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, კუნისამდე კურთხეული. ამინ. მაგრამ არა ისე, რომ ღვთის სიტყვა დაეცა ვინაიდან, ვინც ისრაელისაგან არის, ყველა როდია ისრაელიანი. და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, როდია მისი შვილი, ვინაიდან ნათქვამია, ისაკში იქნება წოდებული შენი თესლი. ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად, რადგან ასეთი აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია. ამ დროს მოვა და სარას ეყოლება ძე. არა მხოლოდ ეს, არამედ რებეკასაც ერთისაგან ჩვენი მამის ისაკისაგან ჩაესახა. ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო. არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას, უფროსი დაემონება უმცროს, როგორც წერია, შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე. თუ ასე არ აღავთქვათ, თუ უსამართლობა ღმერთთან, არამც და არამც, რადგან მოსეს ეუბნება, ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ. ამრიგად ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს, სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე. ამრიგად ვინც სურს შეიწყალებს და ვინც სურს გააჯიუდებს. შენ ვეთყვი, აბა რაღაც გუდებს ბრალს, მის ნებას ვინ აღუდგება წინ? ვინ ხარ შენ ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განაქმნილება ეთყვი შემოქმედს, რატომ შემქმნენიო ასე? თუ მეკეცეს უფლება არ აქვს თიხაზე, რომ თავისი მოძელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო. მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს და საყუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართაგანაც, როგორც ოსიასთანაც ამბობს, არა ჩემს ერს ვიტყვი ჩემსერა და არა საყვარელს საყვარლად. და იმ ადგილზე, სადაც მათ ეთქვათ, თქვენ ჩემიერი არ ახართ, იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი, ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე. ისრაელიანთა რისხვის ზღვის ქვიშასაც რომ ედრებოდეს, ნაწილი გადარჩება, რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე. და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ, უფალ ცავაოც რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, ვიქნებოდით სოდომელებივი და დაემსგავსებოდით გომორელებს. მაშ რაღა ვთქვათ, წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან. ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს. რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. ვინაიდან შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე, როგორც წერია. ახლა დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს და ყოველი, ვისაც ძამს იგი, არ შერცხვება.